მე მართლა არ ვიცი რა მოხდება, არც არავინ არ იცის მეთქი ერთ კვირაში, ერთ თვეში. რა მოხდება ამ ქვეყანაში, რომელიც გვიყვარს და რომელსაც ესე უნდა თქვა ყორები თუ ყორნები დაეპატრონեն მერქი ყორნები, ხო, ყორები. მე ვიცი ერთი რამ, რაც უკვე მოხდა ამ ქვეყანაში, უკვე არის სახელმწიფო გადატრიალება. ეს არის ჩემი მოსაზრება, პერსონალური გადამტრიალებელი კი არის რუსეთი და მისი რეგენტი ივანიშვილი მერქი ასე ვიტყვი, ეს პერსონალური აზრია. მე არც ის ვიცი, ვის რა პრობლემები შეექმნება სამომავლოდ. მე ჩემს კოლეგებს, მეგობრებს, არხს, მთლიანად საზოგადოებას და ისედაც ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას. ფაქტი ერთია, ეს ჯგუფი სახელდებული ხელისუფლებად ცდილობს ჩვენს გაჩუმებას, ყველას გაჩუმებას, მოდრეკვას და დარწმუნებული ვარ, ბევრ სიავეს ჩაიდენს მომავალშიც. ცუდ საქმეებს მეთქი, რუსულ საქმეებს მეთქი. თუმცა არ უნდა, რაც არ უნდა მოხდეს, ასე გეტყვით, სადაც არ უნდა ვიყოთ, ჩვენ არ უნდა დავდუმდეთ, ჩვენ არ გვაქვს დადუმების, შეგუების, თავის დახრის, მით უფრო ამათთვის, ხო? უფლება. ჩვენ გვაქვს პირიქით ბრძოლის ვალდებულება, რატომ სანდრომაც აღნიშნა და მეც ვიტყვი, მომავლის წინაშე გვაქვს ეს ვალდებულება აღებული. და ვიდრე პერსონალურად მე თუნდაც ერთი ტრიბუნა მექნება, ყოველთვის ვიტყვი ხმამაღლა, რაც არ უნდა მოხდეს ჩემ თავს. რა თავგადასავალშიც არ უნდა შევიდე, რომ ესენი არიან არ მერიდება ამ სიტყვისა, თანამედროვე ორჯონიკიძეები. დიახ, ორჯონიკიძე საქმეს აგრძელებენ, თორე მე-11 არმია კი არ ხავთ მაინც და მაინც. ჩემი აზრით კი არ არის ეს, ჩემი აზრი კი არ არის, ეს არის ობიექტური წინამდვილი და ნაღდად ასეა. ხო და წერონ და იკითხონ მეთქი ახლა ასე ვიტყვი ეს კანონები. იმ ადამიანებმა წერონ და იკითხონ, ვინც მსგავსია სწორედ ბოლშევიკებისა. ეს უკანასკნელნიც წერდნენ, ანუ ბოლშევიკები, საქართველო კი მაინც განთავისუფლდა და მაინც დაამთავრა რუსეთი აქ გასული საუკუნის 90-იან წლებში და ახლაც დავამთავრებთ, რა საკვირველია ქართულ გვარიან რუსებს. ჩვენ ძალიან მალე გავიმარჯვებთ, მეთქი ამის თქმა მინდა და ერთი კვირით გემშვიდობებით.